რაბათში არსებული მეჩეთიდან ქრისტიანული სიმბოლიკის მქონე ქვების გამოტანაზე საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა. ეს განცხადება დღეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გააკეთა. მანანა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთავრობისგან დოკუმენტი 1 აპრილს შევიდა, რომლის მიხედვით ქართული მხარე ვალდებულებას იღებს მეჩეთის შიდა სივრციდან გამოიტანოს ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები. ოქროსფერი გუმბათი შეცვალოს ტყვიისფრით. გამოასწოროს 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზები, შეამოწმოს სადრენაჟო სისტემა, მოსაპირკეთებელი მასალა და ასე შემდეგ. მანანა მანჯგალაძის განმარტებით აღნიშნულ საკითხებს პრეზიდენტი არ დაეთანხმება. შემდეგი პუნქტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ექვემდებარება ადგილ-მონაცვლეობას. ეს რეალურად ნიშნავს დღევანდელი რაბათის ციხის განადგურებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კულტურული და ტურისტული ცენტრი ამ ტერიტორიაზე და წარმოადგენს მესხეთის სიამაყეს. ეს ნიშნავს იმას, რომ წყალში ჩაიყრება იმ ათასობით სპეციალისტის შრომა, რომლებმაც წინა წლებში აღადგინეს და საქართველოს დაუბრუნეს ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული და ისტორიული ძეგლი. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებას არასწორს უწოდებს ახალციხის განახლებული ციხის დირექტორი. ტელეკომპანია მაესტროსთან მიცემულ ინტერვიუში გუჯა ბიჭაშვილი ირწმუნება, რომ რაბათში მსგავსი არაფერი იგეგმება და ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ მოფიქრებული მორიგის სიცრუეა. მე და ბოდიში მოვიხადო ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ ეს არის ბოდოა, ისევე როგორც ბოდავდა ვანო მირაბიშვილი, ასევე უკვე იწყებს ბოდვას მიხეილ სააკაშვილი, აგონიაში არიან, ვერ ხვდებიან უკვე სად და რა კუთხეს მიასკდნენ, მათთვის სამცხე ჯავახეთი იყო და არის თვითონ ხელმოსაკიდი, მაგრამ ესე აღარ იქნება, მე მინდა უთხრათ, იმიტომ რომ ჯანსაღ ძალას ვერავინ ვერ გაიქცევა, ეს არის სრულიად ბოდვა. არანაირი თქვენ ნახეთ, მე მგონი დაათვალიერეთ, არანაირი ეგეთი რამე არ გერგმენ. იმას, რომ ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მეჩეთში ჯვრის გამოსახულებიანი ქვები მართლაც არსებობს, ისტორიკოსები არ უარყოფენ, თუმცა მათი განმარტებით ამ რელიეფების გამოტანა არ უნდა მოხდეს. მათი თქმით, სწორედ ამ გამოსახულებებმა შეუწყო ხელი თავის დროზე ქრისტიანულ ტერიტორიაზე ოსმალური მეჩეთის შენარჩუნებას. ჩვენ მეჩეთს უნდა მოუაროთ, პატივი ვცეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც საკითხი ხდება იმაზე, რომ მეჩეთიდან გამოვიტანოთ ჩვენ ძვრიანი ქვები, ეს უკვე მე მგონებ ჩვენი ძალიან ძვირფასი, ჩვენთვის ძალიან სასურველი მეზობლისათვის ნამდვილად არ უნდა იყოს ეს პრინციპული და ასე საკითხის დასმა ნამდვილად არ შეიძლება. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ აია სოფია, რომელიც ჯერ კიდევ როდის აშენდა და იგი ქართული მართლმადიდებლური ერთ-ერთი ძლიერი და ცენტრალური ნაწილი იყო ჩვენი სარწმუნოებისა, დღეს არის საექსკურსიო ესე იგი დასათვალიერებელი ობიექტად ქცეული და იქ მიდის ყველა ჯულის, ყველა ეროვნების ადამიანი და ღებულობს იმ სიამოვნებას, რაც იმ შენობაში არსებობს. ოსმალური მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქრისტიანული სიმბოლიკა გამოტანილი რომ არ უნდა იქნას, ამაზე ისტორიკოსებს ბექა კოპაძეც ეთანხმება. რესტავრატორი აღნიშნავს, რომ ციხე ერთ დროს მუზეუმის საგამოფენო დარბაზს წარმოადგენდა. ამიტომ მეჩეთში ქრისტიანული ჯვრის გამოსახულებით ქვები ამის გამო მოხვდა. რაც შეეხება სახურავის ფერს, ბექა კოპაძე განმარტავს, რომ იგი გემოვნების საკითხია და მისი გამოცვლა სამუშაოებთანაა დაკავშირებული, რამაც შესაძლოა კულტურული ძეგლი დააზიანოს. ისტორიკოსი რეზო ამტყულაძე კი განმარტავს, რომ ტყვიისფერი ოსმალური კულტურის სიმბოლოა, თუმცა მეჩეთის ახლანდელი ოქროსფერი სახურავი საკმაოდ ძვირადღირებულია. რაც შეეხება სხვა ჯვრის გამოტანა იქიდან, ხო, ეგ მიუღებელია, რა თქმა უნდა, რატო უნდა გამოვიტანოთ ჯვარი, ეს რა თქმა უნდა, კი ბატონო, ეს აშენდა როგორც მეჩეთი, მაგრამ ბოლოს, რასაც სალოცავი ქვია, ბოლოს ის ეკლესიათ იყო გადაკეთებული და მათ წირალოცაც მიდიოდა. ხო, ეს არის კულტურული ძეგლი და არა რაღაც სალოცავი. ეს თავიდანვე ესე იყო, რა თქმა უნდა, მე ესე ვიცი, რომ როგორც კულტურული ძეგლი, ისე უნდა გაკეთებოდა მას რესტავრაცია. რა თქმა უნდა, ჯვარიც უნდა იყოს იქ და ის სპარსული წარწერიანი ქვაც და ასე შემდეგ, მაგი არაფერი, რა თქმა უნდა იყოს. მაგი მიუღებელია ყველანაირად. წამოვიდა ფაშა და გააკეთა, მოიწვია იტალიელი არქიტექტორი და მან გააკეთა მეჩეთი ეგრეთ წოდებული უსაყრდენოდ. უსაყრდენოდ იმას ნიშნავს, რომ მას არც ხის სვეტები აქვს და არც ქვისა. უსაყრდენოდ გაკეთა და აი დღევანდელი მეჩეთი როგორც მოვიდა. საამისოდ კი ქართველ
მოსახლეობას, ქართულ მოსახლეობას მართალია მაშინ უკვე გამოსულმანებული იყვნენ, ძალიან ძვირად დაუჯდა. გადმოცემის მიხედვით 29 ეკლესია დაინგრა და ის ლამაზი გათლილი ქვები მოიტანეს და ეს მეჩეთი ააშენეს. აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება ახალციხის ციხის ყოფილი დირექტორიც. ბესიკ ბლიაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი მოთხოვნები მისი ხელმძღვანელობის პერიოდში არ ყოფილა. ამბობს, რომ ციხის რეაბილიტაციის დროს შენობას რესტავრაცია არა რელიგიური დანიშნულებით, არამედ როგორც კულტურულ ძეგლს ისე ჩაუტარდა. მე რამდენადაც ვიცი, წლების მანძილზე ეს სიმბოლიკები ინახებოდა, როგორც გამოფენო დარბაზი, ისე იყო განთავსებული ეს ქვები, არ ყოფილა არანაირი მოთხოვნა შემოსული, შესაბამისად ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თუ რამე იქნება შემდეგში მოთხოვნა და დააყენებენ მხარეებს შორის მოლაპარაკებით, რომ რამე შეიცვალოს, კი ბატონო, ჩვენ არ გვექნება არანაირი პრეტენზია შეცვლასთან დაკავშირებით. ისტორიკოსები განმარტავენ, რომ აღნიშნული მეჩეთი 1850 წელს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა. ამ პერიოდში ახალციხეს ნიკოლოზ I საქართველოს ეკლესიის ეგზარქოს ისიდორესთან ერთად სტუმრობდა. მაშინ ეს შენობა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე იკურთხა და ქრისტიანული წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. დღეისთვის კულტურული ძეგლის სტატუსით აღდგენილი მეჩეთის ირგვლივ თურქულ მხარეს ახალი მოთხოვნები გაუჩნდა. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ უახლოეს დღეებში დაგეგმილ ვიზიტზე თავის კოლეგასთან და თურქეთის პრემიერთან ერთად ამ საკითხს განიხილავს. ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკასთან, მაგრამ საქართველოს მთავრობის დღევანდელი შეთავაზება არის სულ სხვა რამ. ეს არის სახიფათო და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება, აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.